გადავიდეთ ახლა თემაზე. მიდი ლადო. გადავიდეთ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა ისტორიით დავიწყოთ, დიაბეტის ისტორიით დავიწყოთ, თქვათ, როდის გაიცნო ადამიანმა ეს დიაბეტი ცნობილი არის ჩვენი წელთაღრიცხვით 3500 წლიდან. იდ ეგვიპტელებს აქვთ აღწერილი, როგორც აი ხშირი შარდვა, აი ესეთი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხშირი შარდვა. მე ინდოელებს აქვთ აღწერილი, როგორც ტკბილი შარდი. ტიპი 1 დიაბეტი გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ჩვეულებრივად ტიპი 1 დიაბეტი არის გლობალური პრობლემა, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი არის დაავადებული დღეისათვის მთელ მსოფლიოში ტიპი 1 დიაბეტით. ტიპი 2 გაცილებით მეტია ალბათ. ტიპი 2 ძალიან ბევრია. რამოდენიმე 450 მილიონი იქნება 2027 წელს გათვლილია მთლიანად ტიპი 1 და ტიპი 2. ახლა რაც შეეხება ბიოხელოვნურ პანკრეასს, რასაც ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ ესეთი ორგანო ენდოკრინული ორგანო, მხოლოდ რომელიც არის მიღებული ბიოინჟინერიის, ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ ეგრეთ წოდებული ფუნქციური განკურნება. ფუნქციური განკურნება ნიშნავს იმას, რომ ის უჯრედები, რომლებიც დაზიან და ჩავანაცვლოთ ახალი ჯანმრთელი უჯრედებით, რომლებიც უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას ორგანიზმში და იქიდან დაიწყებენ ინსულინის გამოყოფას და პაციენტს აღარ დასჭირდება ისევე, როგორც ჯანმრთელი პაციენტის უჯრედები აკეთებენ ამას. Prekliniიკური კვლევები ჩატარებულია, წარმატებით დასრულდა, ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გადავიდეთ უკვე კლინიკური აპრობაციისკენ. ხალხთანაიკა, როცა დაინერგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განკურნავს ტიპი 1 დიაბეტს? ზუსტად მაგეთკენ მივდივართ, რომ უნდა განკურნოს ტიპი 1 დიაბეტი, ანუ პაციენტს აღარ უნდა დასჭირდეს ინსულინის შესაბამისად მეცნიერთა დიდი არმია უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განიკურნოს, საბოლოოდ დამარცხდეს ტიპი 1 დიაბეტი, დადგეს ფუნქციური განკურნება, აღარავის აღარ დასჭირდეს ინსულინის ინექცია და ამისკენ არის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.